ჭიათურის მერიის წინ მაღაროლებთან ერთად ადგილობრივებიც არიან შეკრებილები 66 დღეა, რაც ადგილზე არის უწყვეტი პროტესტი და მთავარი მოთხოვნა არის ოცნების წარმომადგენლების მაღალჩინოსნების ადგილზე ჩასვლა, რადგანაც კომპანიასთან მოლაპარაკებებს მაღაროლებები არ განიხილავენ სახელმწიფოს გარანტიების გარეშე. ისინი არენდობიან კომპანიის ხელმძღვანელებს, მათ შორის მიხეილ სოცკის, რომელიც არის ერთ-ერთი მმართველი რუსული პასპორტით. ისინი აცხადებენ, რომ კომპანიასთან არაერთი მოლაპარაკების შემდეგ მათი მოთხოვნები მაინც არ დაკმაყოფილდა, რის გამო მათი მოთხოვნები რჩება უცვლელი, რაც უკავშირდება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მაღაროების ისე აღდგენას, რომ იყოს შეთანხმება მიღწეული, იყოს უსაფრთხოების ნორმები დაცული, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკაზეც იყოს შეთანხმება მიღწეული, თუმცა ამ ყველაფერს დამოუკიდებლად ამ მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებენ. ამ მოთხოვნების გამო უკვე არის 6 მოშიმშილი, აქედან 2 პატიმარი მოშიმშილი, ისინი უკვე მე-9 დღეა შიმშილობენ და მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება იმ 4 მაღაროელის გათავისუფლება, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. დღეს გახლავთ საპროტესტო აქციის 66 დღე უწყვეტი საპროტესტო აქციის. პირველი მოთხოვნა, რაც გავაჟღერეთ, ეს იყო სახელმწიფოს ჩართულობა, სახელმწიფო მყარი გარანტიები და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ აღდგეს აქ მუშა პროცესი. ამ მოთხოვნით ზუსტად უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი 4 თანამებრძოლიდან 2 ციხეში შიმშილობს. და ზუსტად იგივე მოთხოვნა აქვს მათ, რომ სახელმწიფო ჩართულობა. ეს ნებისმიერმა სახის მოლაპარაკებამ ან ხელშეკრულებამ შეიძლება მიგვიყვანოს არაეფექტურ და არასტაბილურ მდგომარეობამდე. რადგან ვერ უზრუნველყოფს კომპანია ქალაქის მოსახლეობის და დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას. თავარი მოთხოვნა უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება, ასევე კომპანია ჯორჯიან მანგანეზის უკანონო საქმიანობა ჩვენს ქალაქში. 4 ადამიანი, რომელიც დაკავებულები არიან მხოლოდ იმის გამო, რომ ხმა ამოიღეს კომპანიის უკანონო საქმიანობის გამო და ეს რაღაც მუქარები მოდიოდა ყოველთვის მათზე, ყველაფერი აუსრულეს. დღეს 6 ადამიანი უკვე მე-9 დღეა შიმშილობს, ასევე 2 დაპატიმრებული შიმშილობს და მთელი ჭიათურის მოსახლეობა ასევე მათ გვერდით გავართ, რომ რაღაც აღდგეს სამართლიანობა, ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. მაღაროელები არ ეთანხმებიან კომპანიის მიერ დაწყებულ რეორგანიზაციის საკითხს, რომელიც რუსმა მიხეილ სოცკიმ ჩაიბარა. ისინი არ ეთანხმებიან რეორგანიზაციას, ვინაიდან ათასობით მაღაროელი სამსახურს მიღმარჩება და მათივე შეფასებით არ არის მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებული, რის გამოც 66 დღე არიან უწყვეტ პროტესტში. პირველების პირდაპირ ეთერში გვანცა ჩხიკვაძე საუბრობდა, მადლობა გვანცა.